მე მინდა ერთ ასპექტზე გილაპარაკო ამერიკის შეერთებული შტატებიდან სულ უფრო კაფეო განცხადებები ისმის მშვიდობის კურსის ხანდამჭერი განცხადებები, მაგრამ მოდით თქვათ რატომ დაჭირდა ამერიკას ან რატომ მოხდა ისე რომ ამერიკა ლიბერალიზმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და ბოროტების ერთ-ერთი მთავარი ამომრქვეველი უეცრად დაადგა ჩვენთვის ფრიად სასიამოვნო გზას, კონსერვატორულ გზას. Რატო მოხდა? ვისაც ღმერთი გწამს ის რა თქმა უნდა იტყვის ამაში განგების ხელი ურევია, მაგრამ მოდი ეს გვერდზე გადავდოთ და პოლიტეკონომიური საწყისები მოვძებნოთ. ჩემი აზრით მე ჩემსას ვიტყვი და მე თქვენ შეგიძლიათ განარჩოთ. პირველი ეს იყო ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში, დიდი შიდა ვალი, რომელსაც ვერ იმსახურებოდა უკვე ქვეყანა, ვოუქიზმის აი ამ სიგიჟის, ლიბერალური სიგიჟის გავრცელება, როდესაც რასობრივი სეგრეგაცია დაბრუნა ოღონდ პირიქით, ანუ ფირმებს უნდა აეყვანათ თანამშრომლები და სახელმწიფო სტრუქტურებში თანამშრომლები არა ნიჭის მიხედვით ხდებოდნენ, არამედ რამდენად ვოუქი არა, უბრალოდ რამდენად LGBT-ების წარმომადგენელი ხარ, ან ფერადკანიანი ხარ თუ არა და ასე შემდეგ. ანუ მოირღვა სოციალური ლიფტების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მდგენელი, რომ ნიჭიერი კაცი ჭკვიანი კაცი და ქმედითი კაცი თუ ქალი უნდა ადიოდეს უფრო სწრაფად ვიდრე სხვა ნაკლები. ოღონდ ეს ლიქით იყო, ეს ძალიან ვნებდა ამერიკას. ამერიკა დაკარგა მორალური წინამძღოლის როლი მესამე ქვეყნებში და აი ეს პუტინის მიერ მოფიქრებული და ჩინელების მიერ მოფიქრებული ეს ეკონომიკური კავშირი ამის მაგალითია. დოლარმა აი ამ უაზრო სანქციებით გაყინვებით რომ გაუყინეს რუსეთს აქტივები მე ბევრმა სხვა ქვეყნის ლიდერმა იფიქრა რომ მეც ესე დამემართებაო დოლარმაც დაკარგა თავისი მნიშვნელობა. ჩემი აზრით პირველ რიგში ეს იყო ეს კურსი ტრამპის ახალი საღი აზრის კურსი გამოწვეული იყო იმით რომ ამერიკა რეალურად კარგავდა თავის როგორც ეკონომიკურ ისე სხვა ძლევამოსილებას. ავღანეთიდან ისე გამოვარდნენ სირცხვილი ჭამეს ეს ამერიკის ჯარის სისუსტე იყო ესეც დაინახა ამერიკამ და აი ამის გათვალისწინებით იძულებულები იყვნენ, ამიტომ აირჩიეს იძულებულები იყვნენ შემთხვევითი არ არის კიდე ერთხელ მომით რომ ტრამპი მოვიდა